გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე შემოგვიერთდა. დილომშვიდობის მამა გიორგი, დაგვრჩეთ და მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. დილომშვიდობის. განახლებული ეთერის პირველი სტუმარი. ხარეთ, მადლობა ასეთი პატივისთვის. მამა გიორგი, ახალი სეზონი დაიწყეთ ჩვენც და ბევრისთვის დღეს დასაწყისია სწავლის, სამსახურის ბევრი დაბლუდაშვებულებიდან, დასვენებიდან უკვე თითქმის უმეტესობა შეივსო ქალაქები, ჩამოვიდნენ სოფლიდან, აგარაკიდან, ზღვიდან და ზოგადად აი ეს პერიოდი რაღაცნაირი სიახლესთან არის კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ჩვენც ბევრი თითქოს იგივეს უბრუნდება, მაგრამ რაინც დასვენების პერიოდი ზაფხული შეიძლება არ არის დიდხნიანი ბევრთვის, მაგრამ გონება გადატვირთულია და რაღაც ახალ კალაპოჩი დება. მათ შორის სულიერ ცხოვრებაში ხდება, ცხადია, არ შეიძლება როდესმე მოდუნებული ვიყოთ სულიერად და არ შეიძლება შვებულება ეხებოდეს სულიერ ცხოვრებას, მით უმეტეს აგვისტოში მარხვა იყო, მაგრამ რაღაცა შეიძლება ეთქვათ ვისვენებ და ახლა იწყება ხოლმე. აი როგორ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები, რას ურჩევთ მათ სულიერ ცხოვრებაში, გნებავთ მოსწავლეებს, როგორც მამა, როგორც მოძღვარის და ეტაპობრივად რა ნაბიჯებით შეიძლება რომ ისევ ჩავდგეთ კალაპოჩში. პირველი რაც არის აი ახსენეთ ზუსტად რომ ისე იგი ადამიანის სულიერ ცხოვრება არ ჩერდება ხო სადაც არ გინდა არ უნდა გაჩერდეს კარგ შემთხვევაში აი ესეთ რაღაცას ვიტყვი აი წამძღვარებით ესე რომ თქვა და ყველას უნდა გვახსოვდეს ერთი რამე რომ ღმერთი არა შენობებში არამედ ნეკნებში ნეკნებში პირობითად ანუ და ეს ნეკნები ხო ყველგან დაგვაქვს ისე იგი ნეკნების გარეშე არ დავდივართ ანუ გულის გარეშე არსად არ დავდივართ ჩვენ შეიძლება შენობები შევიცვალოთ, შეიძლება ქალაქები შევიცვალოთ, მოკლედ სახლიდან სადმე მოკლედ ზღვაზე წავიდეთ, თაში წავიდეთ, მაგრამ ნეკნები იქ მივაქვს, სადაც არის, ანუ გული იქ მივაქვს, სადაც არის და ნუ თავისთავად ღმერთიც ყველაზე მთავარი ადგილი ღმერთისთვის, სადაც მოკლედ მას უნდა დამკვიდრება, იმიტომ რომ დანარჩენში მას დაპატიჟება არ ჭირდება, არც ტაძრის აგებულებაში მას ყოვლისმყოფელია და სადაც უნდა იქ მივა და რასაც უნდა აკეთებს, ერთადერთი საოცარი არის, რომ ადამიანი შექმნა მან ისეთად, რომ დაუკითხავად ვერ შედის იმ გულში და ამიტომ აი ეს უნდა გვახსოვდეს ალბათ ყოველთვის. ანუ ძალიან მარტივია ეს, რომ ანუ არა შენობები განსაზღვრავს ღმერთი, სადაც ყველგან არის ღმერთი, მას არ ჭირდება კიდევ მეორე დაპატიჟება არსად, ერთადერთი სადაც მართლა დაძახება და მოპატიჟება ჭირდება, ანუ მზადება იმის ღმერთო მზად თუ არ მოხვიდე და მოკლედ გულში დამკვიდრე, ეს არის ადამიანის გული. მეორე რაც შეეხება მეორე ნაწილი არის დროის ფაქტორია. ხო, ეხლა დღეს საუბრობთ ამაზე, რომ დრო, ეხლა საეკლესიო ახალი წელი დაიწყო, ლიტურგიკული წელი დაიწყო და რა არის ეს, ანუ პირველ რიგში დრო ღვთისწყალობაა. ანუ ჩვენ დაცემულ იმაში მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რა თქმა უნდა, მარადიულობაში დრო არ არის და იქ დროობაა და ეს არის ჩვენი მიზანი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადამიანი რაღაცა ესეთი არასრულყოფილ მდგომარეობაშია, დაცემულ ბუნებას ატარებს, ჩვენთვის დრო არის ღვთისწყალობა. იმიტომ რომ ნახეთ, აი დაიწყო ახალი საეკლესიო ახალი წელი. ყოველი დღე რა არის? ყოველი დღე არის კიდევ ერთხელ შესაძლებლობა იმისა, რომ სხვანაირად განვლო. ის წმინდანების ხსენება, რომელიც იყო ისევ იმ წმინდანების ხსენება, დღესასწაულები წინ გველის, აგერ მარიამობით, ანუ მიძინებით დავასრულეთ, ახლა 21-ში უკვე თვიშობლის შობი დავიწყებ და აი დავფიქრდეთ, აბა უბრალოდ კი დავისვენეთ, გავნახდით, ხო, ფიზიკური, ამიტომ ადამიანს სჭირდება გულის სიწმინდე, გონების სისუფთავე და ესე იგი სხეულის სიჯანსაღი, რომ რაღაცნაირად აი ამ სამერთობამ შეძლოს მე ამ გზაზე სიარული ისეთი, რომ რაღაცნაირად სიკეთე მოუტანო საკუთარ თავს და გარშემოყოფ ადამიანებსაც და ამიტომ აი საშუალება გვეძლევა ჩვენ იმისთვის, რომ ყველა წმინდანის ხსენება, რომელიც შეიძლება გამოვტოვეთ და ვერ მივედით, დავიზარეთ და რაღაცა ჩვენი სიზარმაცის გამო. ან ისე მოხდა, რომ სხვაგან ვიყავი და ძალიან გვინდოდა იქ ყოფნა, ხო? ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეუშალა. კი, ყველაფერი მოკლედ, აი მოდი ეს წელი აი მართლა ღვთისწყალობაა რა. ანუ ხელმეორედ შეგვიძლია ახლა ღვთისმშობლის შობა ვიზეიმოთ, ხო? აბა დავფიქრდეთ ყველანი, აბა როგორ მოვემზადებით ახლა ღვთისმშობლის შობისთვის. ამ დასვენებამ, რომელიც ჩვენ თქვათ რაღაცნაირად ყველა ადამიანს სჭირდება და აუცილებელი არის, რამდენად შეგვმატა ეს, ისე იგი სამერთობა რამდენად გააძლიერა ადამიანისა, რომ მოკლედ აი ხელახლა შეუდგეს აი ამ ისე იგი საფეხურებს. მე ესე ვიტყვი ხოლმე ეს არის მარადილობაში ამავალი საფეხურები რა, ნელ-ნელა მიდიოთ, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ეს რა. თავარი არ დაგვავიწყდეს, რომ გულში ღმერთი აი გულშია და გულში მკვიდრობს და ამ გულს ჩვენ ვატარებთ ყველგან და მეორე კიდე არასოდეს არ დავიწყოთ, რომ სადაც არ გინდა ვიყვეთ, ჩვენ მარადილობისკენ მივდივართ. ანუ
რომც შენ არ გინდოდეს რომ მიდიოდე მიდიხარ, იმიტომ რომ წლები დრო მიდის, გემატება, მოკლედ ნაოჭები გაგიჩნდება პატარ-პატარა რაღაცა, მოკლედ შენივე სხეული, შენივე გარემოება, მოკლედ გასწავლის და გიბიზგებს იქითკე რომ იფიქრო რომ რაღაცა მოკლედ სადღაც სადაც არ უნდა წავიდეთ, ცოდვად რჩება და შესაბამისად ღვთისკენ სავალი გზა ყოველთვის ერთია. კი და აი ეს მე ვფიქრობ რომ სწავლის დაწყების პერიოდიც ეს არის ზუსტად ახალი ეტაპის ახლა სტუდენტებმა დაიწყეს ხო ზოგმა თქვენაც ახსენეთ ზოგმა დაიწყო ზოგი მერე დაიწყებს ხო გავიხსენოთ შარშანდელი წელი როგორი იყო მაგალითად პირველი კურსი როგორი იყო ხო არ შეიძლება მეორე კურსზე რაღაცა შევცვალო და მეტი რაღაცა იყოს იმიტომ რომ ალბათ მეორე და მესამე კურსი ამიტომ არსებობს თორე პირველი საკმარისი იქნებოდა ერთი საკმარისი იქნებოდა და ამიტომ ეს კურსიც მოკლედ იქნებ უკეთესი იყო ეს უფრო რაღაცნაირად მობილიზებული იყო ეს ადამიანი და ეს დრო საოცარი წყალობაა საოცარი წყალობაა იმიტომ რომ აი დრო რო არ კონდეს ადამიანს შეცვლის უნარი, ფერის ცვალების უნარი არ გექნება, იმიტომ რომ რაღაცა აი ძველის დავიწყება გაგიჭირდება ადამიანს. ეს ჩვენი დრო, ანუ გაძლევს საშუალებას უძვე. მარადილობაში რა არის? მარადილობაში დრო არ არის და დავიწყება არ ხდება. ამიტომაც არის ჯოჯოხეთის და სამოთხეც, ანუ მარადიული სიკეთეა და მარადიული ტანჯოა და აი საოცარი წყალობაა რომ ღმერთმა აი ეს დროში შემოგვიყვანა, დაცემულები დროში შემოგვიყვანა, რომ შეგვეძლოს ფერი ვიცვალოთ და გავნახდეთ და უკეთესები გავხდეთ. ამიტომ რომ აი დაღამდა ხო რამდენჯერ ყოფილა აი თქვა მძიმე დღის მერე უბრალოდ დაგისვენი ადამიანს აი ერთი აი ჩაგძინებია და დილით თითქოს რომ წამოდგები რაღაც აი მართლა ღვთისწყალობა რაღაცები წავიდა თითქოს დაგავიწყდა ერთი შვილი შემოირბენს იმაში და უცებ რაღაცა გაგიღიმებს იმას და განახლდი და მინდა ესე თქვა აი რაღაცა პატრიარქის გავიხსენო ჩვენი უწმინდესისა რომ ადრეც ვახსენეს და მინდა ეხლა გავიმეორო საოცარი არის აი მე გამოვცადე ეს და ავად საოცარია რომ აი როდესაც თქვა რომ ყოველ დღე მშობლებისგან კურთხევა აიღეთო რა აი დამიჯერეთ რომ ესე იგი წოლი არ ეს წამოგაყენებს რა აი შვილი რომ მოვიდეს იმიტომ რომ ჩვენ ხო ცხოვრობთ ვისთვის ხო ახლა რაც არ უნდა ადამიანმა მატერიალური კეთილდღეობა შექმნა შენს გარშემო და შენ სამშობლოში რაც არ უნდა კოსმიური რაღაცები თითქოს ესე რომ ვთქვათ ჩვენ როგონია რომ ისინი შექმნა რაღაცები ხო ყველაზე მთავარი არის სულიერი მემკვიდრეობა და ეს არის ჩვენი შვილები რა და როცა აი ამ შვილების აი ესეთ მოქმედებას ხედავ დამიჯერეთ აი დანგრეულიც აღდგება რა და არა მხოლოდ გარე ოჯახში შიგნით აღდგები და მე დარწმუნებული ვარ რომ აი მაგიტო იყვნენ ჩვენი წინაპრები დიდათ მეც ისე იგი რაღაცა მედიცინა და ის არ იყო განვითარებული მაგრამ რაღაცა ისეთი ძლიერები იყვნენ მე და რატო ხა წარმოგიდგენ შვილი რო შემოვა და გეტყვის აბა მამა დედა დამლოცე მოკლედ დილით გავდივარ და ახლა მით უმეტეს პატრიარქმა როგორც გაკურთხა იმա რომ ხელზე გემთხვიოს ხო დამიჯერე აი არ ვიცი მე ვფიქრობ რომ წამოდგები ნების იმიტომ რომ აი ეს ისეთი ძალაა თან ესეთი ძალა ვერსად ვერ მოიკრიბა ვერაფერს ვერ წაიკითხავ ვერაფერს ვერ უყურებ ეს არის ის რაც აი რეალობაში ხორციელდება და აი ჩვენ ახალგაზრდებს მინდა უთხრა რომ ხო იწყება ეს სასწავლო წელი და აი პატრიარქის ნუ იმ ადამიანებმა მაინც რაღაც სამწუხარო დღეს ისეთ ცუდ იმაში ვცხოვრობთ რომ პირიქით იმაშვებიან რაღაც აი უფროს თაობას და ახალგაზრდებს რაღაცა აპირისპირებენ ხელოვნურად ხო და პირიქით ჩვენ უნდა იმ ადამიანებს მაინც ვინც ეკლესიის წევრები არიან ახალგაზრდები რომ ამ წელს მაინც რამოდენიმეჯერ მაინც აი გავახაროთ ჩვენი მშობლები ამი და უბრალოდ ნახავთ მე ის პრობლემები და კონფლიქტები თითქოს რომელიც შეიძლება ოჯახში იყოს როგორ ლაგდება რა იმიტომ რომ ადამიანი იცვლება მშობელს შეგვცვლის აი სულ წარსულს დაგავიწყებს რა არანე ყველანაირ წყენას დაგავიწყებს მოკლედ და განახლდები აი გაცოცხლდები ადამიანთან რომ მშობელი რა მაინც შვილმა რაც არ უნდა გააკეთოს მაინც მისკენ ხარ და მაინც ეს ლოგიკურია და ეს ბუნებითია მაგრამ აი სიმძიმე რომელიც გულში არის აი ქვები თროყრია ხომ თითქოს ქვები გცილდება რა ქვები კი არ გცილდება რას ვიძახით აი ჩვენი გულიდან სიმძიმე კი არ გადის. უბრალოდ ძალა გვეძლება ამ სიმძიმის ტარების რა. აი ეს არის. ხო, ანუ სიმძიმე ყოველთვის იმიტომ რომ დაცემულ ბუნებას ვატარებ და წყენა და ის ჩვენი ყოველდღიურობა, მაგრამ თავარი არის რომ იქ სადაც ისედაც გვაწყენინებენ და იქ არ ველოდებით საიდანღაც
კარგს დადებით და ვიღაცა რო ან ისე იგი გაგვიგებს და გვაპატიებს, ესეთი ბევრი კერა არის ჩვენს გარშემო, სადაც გვიწევს მისვლა სამწუხაროდ, ასეთი გახდა სამყარო და მაგრამ აი იქ სადაც რო აი ეს ენერგია, ეს საოცარი ენერგია გჭირდება, ხო, აი როდესაც შენი ოჯახის წევრი ხა, შენი შვილი ყველაზე მთავარი აი ამას აკეთებს, აი თითქოს ისეთ ძალას გაძლევს, რომ მე გამოდიხარ და ის დღის განმავლობაში სადაც არ გინდა იყოს სიმძიმე იყოს ამის გადატანა შეიძლება. ყოველდღურად მე დედაჩემს ვთქვათ ვერ ხვდები, მაგრამ როცა საუბრობთ ხშირად დღის განმავლობაში და ყოველი საუბრის მერობეუნება ხოლმე რომ უფალმა დაგლოცოს და რომ ლოცავს ხოლმე, აი ზუსტად ეს განცდა არის, რომ გონია რომ ყველაფერს შეძლებ, ყველაფრის ძალა მოგეცემა და ასევე როდესაც დედის ლოცვას ვკითხულობ ხოლმე, ასე გონია რომ ჩემ შვილებს ასე ვთქვათ რაღაც გარკვეული დამცავი თითქოს ღრუბელი აქვს ასე დაყვებათ თან დღის განმავლობაში. ქრისტიანობა აი მაგითოა საოცარია რომ აი ესე იგი ადამიანი არასოდეს არ ახარ ვინმესთვის ამის გაკეთება გინდა და ვერ გააკეთო, გააკეთებ, ამიტომ რომ ლოცვა ეს არის შენ თვითონ ხვდები, ანუ შენ თვითონ თუ იცი რომ შენმა ლოცვამ როგორ ლოცვამ რა ღმერთისა ვისაუბარმა როგორ შეგცვალა ხვდები რომ ღმერთს არ აქვს რაღაცა დრო, ღმერთს არ აქვს მანძილი და როდესაც მასევედრები შვილებისთვის თუ იმ საყვარელი ადამიანებისთვის ეს რეალურად იქნება და ეხლა შეიძლება არის ხოლმე ან ვინმე მოგენატრება ან ვიღაცას რაღაც ის არის და მოკლედ მისთვის ლოცვა თითქოს მიგაახლოვა რა სულ მამა გიორგი აი თქვენ ახსენეთ ეხლა კარგი რამ რომ შეუძლებელი არ არსებობს ილოცებ და ლოცვას დიდი ძალა და ღმერთს შეუძლია და ღვთისმშობლობა წმინდანებს არ შეიძლება ხო ფიზიკურად გავაკეთო ხანდახან ყოფილა ესეთი შემთხვევა ალბათ ყოველ ცხოვრებაში რომ აი ლოცულობ ვიღაცისთვის და რაღაცის და თითქოს ლოცვაშივე ხვდები რომ შეგისრულდება გამო აი რაღაცას გნობ რომ აი თითქოს უკვე გამოვა და ხანდახან ლოცულობ და ხვდები რომ არ გამოდის. აი ეს რა მომენტია. ნუ შეიძლება ეს სულიერად არასწორად არიან ხიბლი, მაგრამ ხო ყოფილა ყველას ხვდები და გამო აი თითქოს იქ პასუხობს რომ კი ეს გამოვა და იცით როგორ არის აი ღმერთი საოცარი აი ეს უნდა განიცადო ადამიანმა ეს უნდა ანუ პირაცხო ეს მოყოლილით ვერ იმას აი როგორ რაღაცა იცით ისეთი საოცარი ხუროთმოძღვარია რა ისეთი მოსიყვარულე მამაა რომ ღმერთი რომ თავისი სიჭარბით მოვიდეს და მართლა ამ ჩვენ ლოცვებს ადამიანი ამას ვერ აიტანს. ანუ გახსოვთ ბიბლიაში წერია რომ არ არის ადამიანი ვინც ღმერთი იხილოს და ანუ ცოცხალი დარჩეს, იმიტომ რომ ჩვენი ეს უწმინდურობა ამდით სიწმინდეს ვერ აიტანს და საოცარია ღმერთი რომ ისე დელიკატურად გვეძლევა თვითონ, ანუ იმდენ იმით რომ ჩვენ არ დავიშალოთ. იმიტომ რომ ჩვენ გუნია ხშირად თუ ადამიანები ვითხოვთ რომ აი თითქოს ამ ღმერთო მადლი მომეცი და აი ხშირად დამისვავს კითხვა რომ აი ხა მართლა რომ რასაც ვთხოვ ღმერთს ეს რომ მოგცეს და ამის ის ანუ შენ ხო ვერ გამორიცხულია ამას დაიღუპები კიდეც სასწაულმოქმედების ძალა აი მართლა შენ ლოცვას აი ხა ჩვენ სამნი მე პირადად ჩემზე ვიტყვი მე რო ხა ჩემს ლოცვას სასწაულმოქმედების ძალაში მე ამის დამტევი ვარ ხო გეცხვირი მიეკრობა იქ ხო ჩემზე ამპარტავანი და ჩემზე ის არ გახდება და აუცილებლად რაღაცა ან განხეთქილებაში გავა ანუ ვეტყვი რომ მე ვარ ვინცა ვარ ახლა ავტორიტეტები დაიმსხვრევა იმ წუთში და მთელი იერარქია ჩამოიშლება იმიტომ რომ მე ვარ ვინც ვარ თქვენ რა შეგიძლია აგერ ლოცულობ და ამიტომ საოცარია რომ ანუ როგორ არის ცით აი იცოდეთ ღმერთი გვაძლევს იმდეს რამდენისთვისაც რეალურად ჩვენ შეგვიძლია თავი გავწიროთ აი საკუთარი ეგოიზმი საკუთარი პატივმოყვარეობა ანუ სიმდაბლეში დავრჩეთ სადამდე ჩვენ შეგვიძლია რომ დაბალი დარჩე იმდენს მოგცემს მაგრამ იმის იქით რომ შენ გაამპარტავდე ეს არის უკვე შენი გონების ნაყოფი ეს უკვე შენი მოგონილია რო აი ისა მაგრამ აი რაც კახაბერ თქვი ეს არის ანუ ის ნუგეშები რომელსაც ღმერთი მართლა გვაძლევს მაგრამ ამაზე ხშირად ანუ მამების უგასწავლიან რომ არ უნდა ისაუბროს ადამიანმა იმიტომ რომ ეს ღმერთი მოვიდა იმდენად პირადულია ერთადერთ შეიძლება მოძღვართა რომ რაღაცა ანუ საზღურებს არ გაცდეს ეს რაღაც და გამოცდილმა მოძღვარმა იცოდეს რომ ეს რაღაცა ან როგორ გრძელდება როგორ ვითარდება რომ ეს შენი გონების ناقოფი არ იყოს იმიტომ რომ ეს ხიბლის გზა არის ისეთი საშინელი გზა რომელიც დამღუპელია ამას მამები ძახიან რომ ამას თუ ღმერთი ანუ აი ესე რაღაც ჭარბათორე ადამიანის გამო ისე იგი გამოუყვანა აქედან ცოტა მამა გიორგი ასევე ამ თემასაც მინდა შევეყოთ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ეგ ძალა რომელსაც მოვიკრიბავ და თქოს ამოლოძლევსო ეს ძალა გჭირდება ხოლმე ჩვენს თავში ვაღნიშნე აი ამ საზაფხულო დასვენების ცოტა გალაღების შეიძლება ითქვას ეთმეტათაც მე თითქოს ჭირდება ისევ ხალხზე გულისხმობ ვინც მეტნაკლებად ცდილობს რომ ერთი ცხოვროს ეკლესიურად იცხოვროს
ძალების მოკრება, თუმცა ხალხთმშობლობა მოდის, ბევრი დღესასწაული ვართამაღლება და ამ ყველაფერს სჭირდება, ხო, შემზადება, ესე არ შეიძლება, გალაღებულად არ გამოდის სულიერი ცხოვრება. აი რას ურჩევ მათაც, ვინც შეიძლება ზედმეტად მოვდუნდით საფულში და ახლა გვინდა ერთბაშად ხანდახან არ ვარ გახოლმე, იმიტომ რომ მე ერთბაშად თუ მოვიკრებ ძალებს, მალევე ვსუსტებით. კი. კიდე ერთხელ აღნიშნავ, თქო ეს რა თქმა უნდა არ გვამართლებს მშობლებას სულიერად არ შეიძლება როდესმე იყოს. კი. ნახეთ როგორ არის, აი როცა რაღაცა იმ დოზით, რა დოზისაც ადამიანი თქვა ღმერთს უშვებს საკუთარ სულში, მას ეს ხასიათდება ერთი მთავარი ფაქტორით, რომ ადამიანს უნდა მსდევს გარკვეული სინანული. აი თუნდაც იქ რომ აი დღეს ახლა ეს საუბარი რომ აი მე იგივე აღნიშნა იმისა რომ მე შეიძლება რაღაც აი ეს უკვე სინანულის გამოხატვა და იქვე სადაც არის ადამიანი აი ეს თუ გვდევს სინანული მაშინ დღეს კარგია დღეს და ამიტომ ეს სინანული არის ზუსტად ის ძალა რომელიც მოგცემს საშუალებას იმისას რომ წელი ანუ ეს დავიწყოთ იმისა რომ ეს არსებული რაღაცა შეიძლება როგზნობ შინაგანად სინდისი მეუნება რომ რაღაცას მოვაკლდი რაღაცა შეიძლება უფრო ისე იგი ამ საფრთხოსულის ისე იგი ძალებს რაღაცა თითქოს ესე შევა ხოლმე მოგვაკლდება რაღაც ისეთია და ეხლა აი სინანულია ზღვარი რომელიც აღდგენითი პროცესის ესე რომ ვთქვათ აღდგენითი პროცესს უწყობს ხელს ხო და ანუ სულ და კონდეს ეს სინანული რა თქმა უნდა მაგრამ აი რაღაცა ისეთი სინანული არა ტანჯვითი სინანული იმიტომ რომ ქრისტიანობა ამ ტანჯვისა და იმისა ანუ სინანული სადაც აი კაცთმოყვარე მამას ანუ ესეც საოცარ მამასთან როგორც უძღები შვილი ბრუნდები და მოკლედ იცი რომ გამოიქცევა და ჩაგეხუტება და აი დღეს რომ მოკლედ მე მაინც ვფიქრობ რომ ყველაფერი არის განწყობაში და გადაწყვეტილებაში ადამიანისა სად უნდა რომ იყოს რა ხშირად ადამიანი გვეშლება ჩვენ და ვცოდავთ და იმ ცოდვაშიც კი გძნობთ რომ ღმერთი იქაც არის ხო არის რომ აი განშორებას გძნობ მაგრამ ამ განშორებით იმას გძნობ რომ ღმერთი თითქოს წავიდა აი სულ ჩვენთან არის რა წასვლითაც გვასწავლის მოსვლითაც გვასწავლის შორსდგომითაც გვასწავლის იმიტომ რომ თუ კი შენ გინდა რომ მას უყურებდი ანუ მისი თუ უყურებს სამყაროს და ეხა არასოდეს არ უნდა დავკარგოთ მაგალითად იმ დასვენების დრო იქნება თუ სადღაც აი სოფხედელობა იმისა რომ დავისვენოთ ანუ საკუთარი თავი არ გავაქროთ რომ ახლა იქ ღმერთი არ არის ანუ მე რო ვთქვა სანაპიროზე ვარ ვთქვა აი ღმერთია ყველგან არის ანუ ეს არის წეღანებთვის ზუსტად გულშია ჩვენს გულშია და მოკლედ თავისთავად ადამიანები ვართ ხან რაღაცა შეგვეშლება ხან ამიტომაც სინანული არსებობს ამიტომაც რაღაცა საეკლესიო ცხოვრებაში ჩართვა არსებობს და ანუ მოკლედ მეტნაკლებად აღდგენის საშუალება არის. ნედან ახლა თან სკოლა დაიწყო, კიდევ ერთი საშუალება არის ის, რომ შვილები მივაჩვიოთ ლოცვას, იმ კუთხით, რომ სხვა ლოცვები არსებობს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მათ შორის არის ლოცვა სწავლის დაწყების წინ, სწავლის დაწყების შემდგომ და ასე შემდგომ. ალბათ ესეც გასათვალისწინებელი არის და ყურადსაღები მშობლებისთვის, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ალბათ მათი შვილის მხრიდან. რა თქმა უნდა, მოკლედ ადამიანი, ყველამ ვიცი ჩვენ, რომ ყველაფერს საქმეს ვიწყებთ კურთხევით, ხო, რაღაც ღმერთისგან გამოვითხოვთ კურთხევას და მე რამოდენიმე ხანი მომიწია იმაში ჩვენ სასულიერო გიმნაზიაში ისე იგი დილის ლოცვების წაკითხვა ჩვენ დირექტორი ვინც არის რაღაც ცოტა ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა ისეთი საოცარი ლოცვა რა სულ არაფერი დასაწყის ლოცვას კითხულობდით უბრალოდ 9 საათიან ლოცვას კითხულობდით და მე ამას აი ისეთი საოცარი მიმდინარეობა აი ცალკე განხილვის საგანია იმიტომ რომ აი ხო არის კიდევ ვიღაცის წმინდა გულიდან ხო გადმოვიდა რა ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს უბრალოდ რომ ისე ამოვეფარეთ ამ ვიღაცა ადამიანების ანუ ჩვენი უდიდესი წმინდანების გულიდან გადმოღრილ ლოცვას ამოვეფარეთ ამას ვკითხულობთ მაგრამ სულ სხვახოვე კითხვას ცოტა აი ერთი რამე ვიფიქრე შენ თუ გაქვს საერთო ამასთან რამე ანუ შენი გულიც იგივე სიძახის თუ უბრალოდ შენი ინტელექტუალური ნაწილი და გონითი ზოგს მაგითოა გონებაც რო გვეფანტება იმიტომ რომ ის სულისკვეთება ის სული რომელიც იმ ლოცვაშია ჩვენ სულთან რაღაც კავშირში არ არის და გონება კიდე ხა ის რას კითხულობს დიდად ვერ არჩევს და ამიტომ გონება არის დაჩვეული აქეთ-იქით სირბილს და ამიტომაც გაგვირბის ხო და ისეთი საოცარი ის არის ანუ თელი სამშობლოს სიყვარულზეა რომ სამშობლოს კეთილდება ანუ სამშობლოს გამოადგეს ეკლესიას გამოადგეს თავისი ოჯახისთვის ის საოცარი ლოცვაა მოკლედ შედგენილი და
ვფიქრობ, რომ აი დილით ახლა რთულია ხოლმე ხშირ შემთხვევაში ახლა მშობლები შეიძლება შობლებმა დილით გაიღვიძონ და ის დილის კანონი შეასრულონ ლოცვისა, მაგრამ ბავშვები ხშირად პატარები არიან და ამ ხელა კანონს ახლა ისედაც ასაკიდან გამომდინარე ვერ ასრულებენ, მაგრამ კარგი ტრადიცია იქნება თქვა და აი ამ წელში რომ დაგეგმოს ადამიანმა, რომ სანამ გარეთ გავედით, ანუ აი სანამ გავედით, რომ უკვე აი სკოლაში მივდივართ, ნახევარი წუთი არ ჭირდება რაღაცა ალბათ. უნდა დაუდგეთ ყველანი, ოღონდ ისე არა, ისე იგი აი გაქცევაზე და გზაში და ნუ რა თქმა უნდა ესეც შეიძლება მე თქვა თუ მართლა გაგვიანდება გზაში მანქანაში წაიკითხო, ამას არ გამო ღმერთი როგორც თქვი ყველგან არის ჩვენს გულშია, მაგრამ მაინც მობილიზება ერთი რაღაც ის არის, აი ყველანი ვდგებით, ბავშვები სწავლობენ ამას და სულ რაღაც ნახევარი წუთი ალბათ დავდექით ხატებთან. რაღაც ეს ლოცა ვთქვით, ნელა გააზრებულად, არა რაღაცა სიჩქარით და მე ყველანი დავიძარით, წავედი და კიდე არ გინდა ეს ყველაფერი ბავშვი ილექება, ანუ გამორიცხულია რომ ეს არ დაილექოს ბავშვი, ეს ანუ ჩვენ გონია რომ ხშირად ისინი ვერ ხვდებიან, ისინი ჩვენზე მეტად ხვდებიან, იმიტომ რომ იმდენად გულწრფელები არიან, ჩვენ ლაპარაკი გვჭირდება ერთმანეთს რომ მეგავაგებინო და ისინი იმას გრძნობენ, გული მათი თავისუფალია და ღმერთი უფრო ხო მაგათნაირებისაა საცდელი, ამიტომ იძახის რომ ადვილად მიდის მათთან და ანუ ღმერთი ჭარბად მიდის და ისინი არ იწვევიან, იმიტომ რომ მათი გულები გადატვირთული არ არის, რაღაცა დაბინძურებული არ არის, გაფუჭებული არ არის ჩვენსავე და ცოდვა ნაკლები არის, ვნება ნაკლები არის და ჩვევები და ესე ვთქვა თვისებები მათი უფრო სუფთა არის და ამიტომ ღმერთი მინდის და მშობლის დანიშნულებაც ეგ არის, როგორმე ღმერთსა და თავის შვილს შორის შეხვედრა მოაწყოს და აი ეს მე ვფიქრობ ისეთი იქნება და მე რომ წამოიზრდებიან თვითონვე უკვე შეიძლება რომ წაიკითხონ და ვფიქრობ რომ მართლა სულიერი განახლებისთვის მნიშვნელოვანია იქნება. საინტერესოა ძალიან კარგი ამოხსენეთ თქვენ რომ პრაქტიკაში როცა ბავშვი მოზარდი ამასაც ხედავს გარდა იმისა რომ სხვა ძალა ოჯახთან ერთად ლოცავს, მე რომ თვითონაც ილექება და უკვე მდგება, იმიტომ რომ მე უკვე დასულ ასაკში ვეუბნებით, შეიძლება უცხო იყოს, გავიძულებითი იყოს და ეს ყველაფერი უკვე დადატანებითია. მადლობა მამა გიორგი მობრძანებისთვის, საუბრისთვის. ვინაიდან როგორც თქვით ეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო, ახალი სეზონი დაიწყო და მაინც ბოლოსკენ რას ურჩევთ პატარებს, ვინც ახლა წავიდა სკოლაში, ან მათ ჩობლებს, იმიტომ რომ ეს ჩვენ ფსიქოლოგთანაც ვისაუბრებთ, რადგან სტრესულია ხოლმე, უცხო გარემოში მიდიან და ზოგისთვის რაღაც გონია რომ რაღაც ცუდ ადგილას მოხდა. მე ვფიქრობ, რომ აი შობლის ჯანსაღი დამოკიდებულება აი ამ სკოლისადმი, აი თვითონ რო ესმის, ანუ შობლს ახლა 3 და 4 შვილის დედა რო არის, უკვე პირველ მეორე გამოცდილებით, მოკლედ დღეს უკვე მესამე 4 შვილზე იცის როგორ გააკეთოს, მაგრამ აი იმან ისე იგი პირველი ვისაც მიყავს თავარი, ამ შობელი უნდა მოემზადოს, იმიტომ ხო გეუბნები ბავშვი არის რაღაცა გარკვეული გულწრფელობა აქვს რა და ის რაღაცები რაც აი ბავშვი უნდა მომზადებული იყოს ამ დროს, ხო? ანუ აი შობელმა უნდა მისცეს რა და ამიტომ შობელი კარგად უნდა ემზადებოდეს. ახლა 6 წლის ბავშვია და მოკლედ რთულია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ჩვენ ბავშვებს უნდა გქონდეთ აი ხალისიანი, აი თავარი ეს არის რა, უნდა ეხალისებოდეთ სკოლაში მისვლა და ნუ მშობლებმა ეს განწყობა უნდა შეუქმნან, რომ უხაროდეს, ეხალისებოდეს და ნუ ახლა ეს ცალკე სასაუბრო თემაა, იმიტომ რომ ისე იგი პედაგოგები ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად გვჭირდება არა მასწავლებლები, არამედ პედაგოგები და მათ შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. მასწავლებელი სწავლული ადამიანი შეიძლება ადამიანს ცოდნა ქონდეს და გადასცე, მაგრამ ადამიანად ვერ მასაკნა, რაღაც ადამიანთვისებები ვერ ჩამოაყალიბა, მაგრამ პედაგოგი არის ზუსტად ის, ვისაც შეუძლია ცოდნას გადასცეს და ამავე დროს აღზარდოს, ანუ აღმზრდელია და ეს ძველ საბერძნეთში იყვნენ, აი მაგალითად პლატონი იყო, რომელსაც მიაბარეს თავში, ანუ ჩვენთანაც იყო გახსოვთ მეფეები, გლეხთა რო გაუშვებდნენ. ანუ იმაში მას ყავდა უდიდესი სწავლულები, იმ სწავლას იქ მისცემდნენ, მაგრამ მეფე მიცოდა რომ იმას თავარი რაც იყო ეს ვერ მისცემდა და გაუშვებდნენ გლეხთან იმაში და ეს დიდნენ იმ ასაკში იმ ასაკამდე სადამდეც მოკლედ აი შინაგანი კულტურა ჩამოყალიბდებოდა. მადლობა. დიდი მადლობა. გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე გვესაუბრებოდა.